დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში 1 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობისთვის უკვე ცნობილია რაში დაიხარჯება სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენა საირიგაციო სისტემის მოწესრიგება იაფი და გრძელვადიანი სესხების ათესლე მასალების ყიდვა მთავრობის მილიარდიანი ფონდი იანვრიდან ამოქმედება პირველ დახმარებას კი გლეხები და ფერმერები გაზაფხულზე მიიღებენ იაფი კრედიტები, იაფი საწვავი და ახალი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. სწორედ ეს მოლოდინი აქვთ გლეხებს მთავრობის მილიარდიანი ფონდიდან. ძვირი ხვნათ ეს არის ძალიან ძვირი. საწვავის წვეტავს ბანკი და ბანკი. ეს თქმა უნდა, რასაც მე ტექნიკას შემოიტანებ და იმ რაც ტექნიკას სჭირდება კიდევ მოხმა იქნება, დაჩეხმა იქნება ისა. ღირდეს რომ გლეხმა შეძლოს. წყალკანალიზაციის სისტემა გვჭირდება, რომ იყოს და დაბალ პროცენტიანი ესე იგი ძირითადად ეს თანხა, რომ გლეხმა შეძლოს და იმ ფერმერმა შეძლოს ამ ნაკვეთებზე გაშენება ბაღებისა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე დაწყებულია ფერმერებისა და მიწის ნაკვეთების აღწერა. რა მიმართულებით დაიხარჯება ფონდის თანხა, კონკრეტული პროექტები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. ეს არის ის ფონდი, რომელიც დახმარებას აღმოუჩენს ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში, მცირე ფერმერებს, რომლებიც დიდი ხანი არის, რაც წარმოებიდან ამოვარდნილები არიან სამწუხაროდ ფულადი რესურსის არ ქონის გამო. მილიარდიანი პროგრამა ასევე ითვალისწინებს სადრენაჟო და სარწყავი სისტემისა და გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ შევიძენთ ტექნიკას, ირიგაცია, სარწყავი არხები და ესე შემდგომ ეს პროცესებიც როგორც ვამბობდით, იმაზე მეტი გაკეთდება და გაკეთდება იმაზე სწრაფად, რაც ჩვენ ქონდა დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად მიწების მეტი რაოდენობის დამუშავებას და მოსავლიანობის გაზრდას. დარგი სპეციალისტები მთავრობას აგროსაკრედიტო სისტემის ევროპული მოდელის შექმნას ურჩევენ. ისინი კოოპერატიული ტიპის აგროსაფინანსო დაწესებულების უპირატესობაზე საუბრობენ. ეს იქნება პრაქტიკულად სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემა, რომელიც იქნება ურთიერთდახმარების პრინციპზე, თავდებობის პრინციპზე, გარანტიების პრინციპზე, სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე. ეს ხელს შეუწყობს კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას ქვეყანაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის სამოქმედო გეგმასა და სახელმწიფო პროგრამას მთავრობა საზოგადოებას იანვარში წარუდგენს. ახალი სასოფლო სამეურნეო ტექნიკით კი გლეხების საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთანავე ისარგებლებენ.